ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის კადრებს 2012 წელს გაწეული მხარდაჭერის მიხედვით არჩევს. განცხადებას კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უმრავლესობიდან ალექსანდრე ჩიტიშვილი აკეთებს. მისი თქმით, როგორც პროპორციული სია, ისე მაჟორიტარობის კანდიდატთა ვინაობა ჯერ დაზუსტებული არ არის და შესაძლოა ბოლო დღეს რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა თავად ფიქრობს, რომ სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უნდა იყოს. ვინ დასახელდება მაჟორიტარებად მოახლოებული არჩევნებისთვის, ალექსანდრე ჩიტიშვილი კანდიდატის სავარაუდო ვინაობას ასახელებს. ორი მაჟორიტარის ვინაობას სამხელს თავისუფალი დემოკრატების წევრი სულხან ღლონტი. ვფიქრობ, რომ ახან ვართ პარტია, ყავს პარტიის თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლაშა სირაბიძე არის მაჟორიტარი და ჩვენ როგორც წესი მაჟორიტარიას ბოლოში წეთხომ სიის, ახან პარტიის თავმჯდომარეა, მე ვფიქრობ, რომ სიას უნდა წარუძღოს პარტიის თავმჯდომარე. თვითონ პარტიას ყავს თავის გამოკვეთილი ლიდერები ყავთ, რომლებიც ალბათ მოხდებიან სიის თავში. ვფიქრობ, რომ როგორც მე ვიცი, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ ფორმს წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარე დავით ანანიძე. ვფიქრობ, რომ მრეწველებს წარმოადგენს მამუკა ჯაში. რაც შეეხება კონსერვატორებს, თუ არ ვცდები, უნდა იყოს დიმიტრი დარჩია. რესპუბლიკელებს ალბათ პარტიის თავმჯდომარე ახლოდიანი იქნება. რაც შეეხება თავისუფლებას, არ ვიცი. რამდენიმე მათგანის დასახელება შემილია, მხოლოდ მაგალითად რუსთაველის ადმინისტრაციაში ჩვენ გვყავს დასახელებული კობა ჩხეიძის კანდიდატურა და მახინჯაურში ჩაქვსა და ბენზაში ჩვენ გვყავს დასახელებული ჯავაბერიძის კანდიდატურა და კიდე გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი, ძალიან ღირსეული ადამიანი ეყოლება ბათუმს კანდიდატებად.